სიბრძნის სავარძელი, კობრას ტახტი. ძველ დროში ეგვიპტეშიც და ინდოეთშიც კობრა სიმბოლურად განასახიერებდა ცხოვრების ქალურ პრინციპს, კერძოდ სიბრძნეს, ნაყოფიერებას, მთლიანობას, ანუ განკურნებას და ქაოსს. კობრას ტახტი ემსახურება სიბრძნის ადგილს. მეც დავჯექი სიბრძნის ტახტზე, სადაც ვაცნობიერებ, რომ მავიწყდება საკუთარი თავი ერთი წუთით და ვიაზრებ, რომ ეს არის სიბრძნის სავარძელი, საიდანაც იშლება განსაცვიფრებელი ხედი. ლორდ განეში არის ინდური პანთეონის ყველაზე პოპულარული ღვთაება. მას თაყვანს სემენ 600 მილიონზე მეტი ინდუისტი მთელ მსოფლიოში, როგორც პრობლემების უზენაესი გადამწყვეტი და ბედის მომტანი. ლორდ განეში ემსახურება და ეხმარება თავის ერთგულებს მიაღწიონ მიზნებს და ბედნიერებას. ლორდ განეშის ქანდაკება დაახლოებით 2 ტონას იწონის. 5 ხელოსანი დასჭირდა ამ ხელოვნების ნიმუშის მოჭრას და გაპრიალებას. ეს ქანდაკებები შეიქმნა ინდოეთში და უკვე გამზადებული და დასრულებული ჩამოიტანეს